უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ ეთანხმება უკრაინის სამხედრო მეთაურს, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთთან ომი ჩიხში შევიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც ფრონტის ხაზზე მყოფი მეომრები მოინახულა, გააკრიტიკა თავისი გენერალი და განაცხადა, რომ იგი ამ ქმედებით აგრესორს საქმეს უადვილებს. უკრაინაში კი იზრდება რუსების მიერ დრონებით თავდასხმის შემთხვევები. როგორც ვარაუდობენ ზამთრის მოახლოების ფონზე, მოსკოვი აძლიერებს იერიშებს, რათა ზიანი მიაყენოს უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას. თავის ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის ლიდერმა შეერთებულ შტატებს მოუწოდა არ შეწყვიტოს უკრაინის დაფინანსება, რადგან უკრაინაში რუსეთის გამარჯვება ნატოს ქვეყნებშიც გამოიწვევს ომს. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ აგრძელებს იერიშს დასახლება ავდიივკაზე, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. უკრაინული და ამერიკული მხარეები კი აცხადებენ, რომ რუსებს დიდი დანაკარგი აქვთ. მათი ინფორმაციით, რუსეთის მხარეს დაღუპული და დაჭრილი სამხედროების რაოდენობა 305,000 გადააჭარბა.